საღამო მშვიდობის დღეს სამშაბათია 31 დეკემბერი არტექსპრესის წლის ბოლო გამოშვება სულ რამდენიმე საათში დადგება ახალი წელი რომელიც ახალ იმედებს სიხარულს და ბედნიერ დღეებს მოუტანს ჩვენს ქვეყანას ახალი წლის შეხვედრის ერთ-ერთი გამორჩეული ტრადიცია ნიუ-იორკში ტაიმს სკვერზე ბროლის უზარმაზარი ბურთის დაშვებაა. ეს პროცესი ზუსტად 1 წუთის განმავლობაში მიმდინარეობს და ახალი წლის მოსვლას ამცნობს საზოგადოებას. 1900-იან წლებამდე ამერიკელები ახალ წელს სამების ეკლესიასთან აღნიშნავდნენ, როდესაც საათი 12 ჩამოკრავდა, ეკლესიაში ზარების რეკა იწყებოდა და ხალხი ახალ წელს ხვდებოდა. ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც The New York Times Company-ს ოფისმა ბროდვეიზე გადაინაცვლა. კომპანიამ ქალაქის ამ ნაწილში ხალხის მოზიდვის მიზნით გადაწყვიტა, რომ ყოველ ახალ წელს ფეიერვერკების შოუ მოეწყო. Times Square-ზე ბურთი პირველად 1907 წელს დაეშვა და ის რკინის და ხისგან იყო დამზადებული. 1920-იანი წლების დასაწყისში რკინისა და ხის მძიმე ბურთი შედარებით მსუბუქმა რკინის კონსტრუქციამ შეცვალა. რომლის წონა 181 კილოგრამი იყო. 1942 და 43 წელს მეორე მსოფლიო ომის გამო Times Square-ზე ბურთი არ დაშვებულა. მე-20 საუკუნის განმავლობაში ბურთის ფორმა, სტრუქტურა და ხარისხი რამდენჯერმე შეიცვალა. ახალი საუკუნის აღსანიშნავად 2000 წელს ბურთი კრისტალებით და ფერადი განათებით აღიჭურვა. 2007 წელს 100 წლის იუბილეის აღსანიშნავად ახალი ბურთი შეიქმნა. ის ფერებს იცვლიდა და მნახველებს შთამბეჭდავ სანახაობას თავაზობდა. ეს ბურთი დღემდე გამოიყენება. ამჟამინდელი ბურთი 5 ტონაზე მეტს იწონის და მისი დიამეტრი 3.5 მეტრია. ის 2688 კრისტალითა და 32256 LED ნათურით არის დაფარული, რომელსაც 16 მილიონი ფერის მიღება შეუძლია. ნახოთ, როგორი იქნება ლეგენდარული ბურთი რამდენიმე საათის შემდეგ. ახალი წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა გახლავთ ვენის სიმფონიური ორკესტრის საახალწლო კონცერტი. ამ კონცერტებს საფუძველი 1928-1933 წლებში ჩაეყარა, როცა შტრაუსების ოჯახის წარმომადგენელმა იოჰანეს შტრაუს მესამემ კონცერტების სერია შესთავაზა ვენელებს. 1939 წლის 31 დეკემბრიდან კლემენს კრაუსის ხელმძღვანელობით მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კონცერტებმა ქველმოქმედების სახე მიიღო.
დღეს საახალწლო პროგრამა 3 ნაწილისგან შედგება. მოსამზადებელი კონცერტები 30 და 31 დეკემბერს და ძირითადი კონცერტი 1 იანვარს. საინტერესოა, რომ სამივე კონცერტის პროგრამა იდენტურია, მხოლოდ ბილეთების ფასებია განსხვავებული. ბილეთები მაყურებელთა საოცარი აქტიურობის მიხედვით თამაშდება ორკესტრის საიტზე განთავსებული სპეციალური ლოტარეის მეშვეობით. კონცერტამდე 1 წლით ადრე ხდება ეს 2 იანვრიდან თებერვლის ბოლომდე. 40 წლის განმავლობაში ვენის საახალწლო კონცერტებს ხელმძღვანელობდნენ მხოლოდ ავსტრიელი დირიჟორები. 1987 წლიდან დაიწყეს მსოფლიოს ცნობილი დირიჟორების მოწვევა. ეს საოცარი კონცერტი ვენის მუსიკალური საზოგადოების ოქროს დარბაზში ტარდება. განსაკუთრებული ყურადღება დარბაზის დიზაინს ეთმობა. 1980-2014 წლებში გასაფორმებლად ყვავილები იტალიიდან, სან-რემოდან ჩამოჰქონდათ. 2015 წლიდან კი მხოლოდ ავსტრიაში მოყვანილი ყვავილები ამშვენებს საკონცერტო დარბაზს. კონცერტის რეპერტუარი თითქმის უცვლელია. ძირითადად ჟღერს მე-18-მე-19 საუკუნეების მსუბუქი ავსტრიული მუსიკა. შტრაუსების დიდ ოჯახში სხვადასხვა დროს შექმნილი ვენის ვალსები, მაზურები, მარშები, ასევე მოცარტის, შუბერტის, ლანერის, ნიკოლაის რაზნეჩიკის და სხვათა ნაწარმოებები. კონცერტზე აუცილებლად სრულდება 12 ნომერი. მე-6 ნომრის შემდეგ მცირე შესვენებაა. კონცერტის ძირითადი ნაწილის შემდეგ 1945-1946 წლებიდან ბიზზე მსმენელს თავაზობენ სწრაფ პოლკას, შტრაუსის შვილის ვალსი ცისფერ დუნაიზე და მამა შტრაუსის რადეცკის მარშს. ვინც ამ კონცერტებს ადევნებს თვალს, შეამჩნევდით, რომ რადეცკის მარშის შესრულებაში პუბლიკაც მონაწილეობს. დირიჟორი სახით ბრუნდება მაყურებლისკენ და მაყურებელთა რიტმულ ტაშს ხელმძღვანელობს.
კონცერტი თითქმის 2 საათს გრძელდება. 1964 წლიდან კონცერტის პროცესში რამდენიმე საბალეტო ნომერიც ჩართეს, რომელსაც ვენის სახელმწიფო ოპერის და ასევე პარიზის, ბავარიის, მარინის თეატრის მსახიობები ასრულებენ. მსახიობებისთვის კოსტიუმები სხვადასხვა დროს კრისტიან ლაკრუამ, ვალენტინომ და ვივიენ ვესტუდმა შექმნეს. ვენის სიმფონიური ორკესტრის საახალწლო კონცერტის პირველი ტელეტრანსლაცია პირველად 1959 წელს ავსტრიის ტელეკომპანიის მეშვეობით განხორციელდა. შემდეგ სხვა ქვეყნებში და კონტინენტებზეც გადაიცა. 2010 წელს კონცერტს 50 მილიონი მაყურებელი ჰყავდა. უკვე რამდენიმე წელია ჩვენი ქვეყნის მუსიკის მოყვარულები კონცერტ საზოგადოებრივი არხის პირდაპირ ეთერში ადევნებენ თვალს. ახლა კი ვისაუბრებთ საქართველოში გავრცელებულ ალილოს ტრადიციაზე. იმ მთელს საქართველოში გვხდება, ბუნებრივია. ეს მოვლენა ჯერ კიდევ წარმართული ეპოქიდან იღებს სათავეს და მას მოგვიანებით დაერქვა ალილო და ეს ყველაფერი როგორც ჩანს მოდის სიტყვა ალილუიადან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ალილოს შესრულების დროს ადამიანები სოფელში დადიან კარდაკარ, მასპინძელს უკაკუნებენ კარზე და მათგან ძღვენს იღებენ. როგორც ცნობილია ისტორიულად, მეალილოელის გაშვება ძღვენის გარეშე ძალიან დიდ ცოდვად ითვლება. ღმერთო, ააშენე ეს ოჯახი, დაასწამ მრავალ სამდღესა. მარხვალოცვისა მიეცი, შობა სიხარულისა. კაი ოჯახიო, ბულბულებო, კაი ალილო მოვახსენო. ოცდა ხუთსამთესა So
ჩემი თავის ხებაო უჩემო წირვა არ ვარგა ვეთა და ზიარება ქრისტენ ცნობს ხორცად მახსენებს ვითი მაქვს სახელდება იესო ქრისტეს წყალობით ქვეყანა ჩემი წება Amelia, Ubulim Galobelia, Chetas, Nareken, Zarebi, Alaver, Galobelia, Dachik, Hademis, Celia, Su, Felim, Galobelia, Aukar, Cheva Changuro, Aukar, Melanelia. ასეთი იყო 31 დეკემბრის არტ ექსპრესი. მე გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით მომავალ წლამდე.